ოცნების დრაკონული კანონების საერთაშორისო კრიტიკის პარალელურად სამოქალაქო საზოგადოება ანტიკორუფციულ ბიუროს სასამართლოშიც უჩივის. არასამთავრობო ორგანიზაციებმა რაჟდენ კუპრაშვილის უწყების წინააღმდეგ საჩივარი სასამართლოში უკვე შეიტანეს. საქმე ეხება ოცნების მიერ მიღებულ კანონს აგენტების რეგისტრაციაზე, რომელსაც თვითონ ივანიშვილის ხელისუფლება ამერიკულ ფარას უწოდებს. ამ კანონის მძიმე შედეგებზე აფრთხილებს ოცნებას ევროსაბჭო. ორგანიზაცია ექსპერტთა დასკვნაში კანონის გაუქმებას მოითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ ის სამოქალაქო საზოგადოების გაუმართლებელ დაზიანებას გამოიწვევს. დაიწვევს უფლებების არაპროპორციულ შეზღუდვას. დღეს არასამთავრობოებმა კიდევ ერთი ერთობლივი განცხადება გააკეთეს მათი სასამართლოში ჩივილისა და საერთაშორისო მწვავე გამოხმაურებების შესახებ. ნინი ბალანჩივაძე მოგვიყვება ვრცლად. დავიწყებ იმით, რომ ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციები გადიან კონსულტაციებს დაყადაღებასთან დაკავშირებით, რაც მოვისმინეთ ჩვენ პროკურატურის მხრიდან და ამის შემდგომ იქნება ერთობლივი განცხადება სწორედ საკითხთან დაკავშირებით. მანამდე კი მესამე სექტორმა გამართა საგანგებო ბრიფინგი, რომლითაც ისინი მიმართავენ და უკვე შეიტანეს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში. მესამე სექტორი მოითხოვს, რომ გაუქმდეს ბრძანება, რომელიც რაჟდენ კუპრაშვილმა გამოსცა 31 მაისს და რომლის მიხედვითაც როგორც მესამე სექტორში ამბობენ უფლებები უფრო ფართო აქვს ამ შემთხვევაში რაჟდენ კუპრაშვილს, ვიდრე ეს გაწერილი არის უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტში. მაგალითად ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია დაიწყოს მოკვლევა, ინსპექტირება და ასევე მიმართოს სასამართლოს ორგანიზაციის დაყადაღებასთან დაკავშირებით, თუ ის ფარას კანონში არ რეგისტრირდება. მესამე სექტორში პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, შესაბამისად აგრძელებენ დავას ბოლომდე, ვიდრე არ იქნება ამ შემთხვევაში მიღწეული სამართალი. გარდა ამისა, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ საკმაოდ მნიშვნელოვან დასკვნას. ევროპის საბჭოსთან არსებული ექსპერტები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ის კანონი, რომელიც დაამტკიცა ქართულმა ოცნებამ, ზღუდავს ადამიანის უფლებებს, არღვევს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ძირითად 8 პუნქტზე არის საუბარი ამ განცხადებაში და ექსპერტები აღნიშნავენ იმას, რომ ძალიან მკაცრი სანქციები გამოიყენება ამ კანონის ფარგლებში და შესაბამისად მთავარი რეკომენდაცია არის, რომ ეს კანონი უნდა გაიწვიოს უკან ქართულმა ოცნებამ. მესამე სექტორი დეტალურად ხსნის, რას გულისხმობს ქართული ოცნების ფარას კანონი, რას გულისხმობს ამერიკული ფარა. ისინი ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ყველაფერი არ ვრცელდება სამოქალაქო საზოგადოებაზე, იქ სხვა მიზნები აქვს ამ კანონს. საქართველოში კი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი არის ის, რომ გააჩუმოს მესამე სექტორი. ამ ვითარებაში ექსპერტთა საბჭოს მოსაზრება ასკვნის, რომ კანონის განხორციელება სერიოზულ და გაუმართლებელ ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში. ევროპის საბჭოს ამ წევრი სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების ფართო სპექტრთან შეუთავსებელი და შესაბამისად სრულიად შეუსაბამო იქნება. შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნება კანონის გაუქმება და მისი დებულებების განხორციელების აღსასრულებლად ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმის შეწყვეტა. ქართული ხალხის საქართველოს სახელმწიფოს საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციები ეს დარღვევას წარმოადგენს აღნიშნული, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციების უფლებები იზღუდება ისეთი აქტის საფუძველზე, რომელსაც არ აქვს შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი. ეს წარმოადგენს უფლებების დარღვევის ცალკე აღებულ საფუძველს და სწორედ ამიტომ მივმართავთ ჩვენ საქალაქო სასამართლოს და ვითხოვთ შესაბამის დასკვნას. ჩვენ მოთხოვნას ადასტურებს ევროსაბჭოს ფარგლებში მომზადებული გუშინ გამოქვეყნებული დასკვნა, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს იმას, რომ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი ცალკე აღებული იწვევს ადამიანის უფლებების დარღვევას და ერთ-ერთ საფუძვლად სწორედ მითითებული არის ამ აქტის ბუნდოვანება ანტიკორუფციული ბიუროს თვის მინიჭებული ფართო დისკრეცია ადამიანის უფლებების შესაზღუდად. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, მიუხედავად სასამართლოსადმი არსებული ნდობისა, იმისთვის, რათა შევძლოთ თავისუფლად ოპერირება ჩვენი სადამფუძნებლო დოკუმენტების, ჩვენი მიზნების, ქართული ხალხის სასიკეთოდ და ქართული სახელმწიფოს ევროინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. არანაირი საერთო არ აქვს არც მიზნებით და არც შინაარსით ამ კანონს ამერიკულ ფარასთან
და შესაბამისად ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ არის რეპრესიის მექანიზმი. რაც შეეხება ბრძანებას, რომელიც გავასაჩივრეთ, არ იკმარეს ის კანონი, რომელიც ესეთი ფართო იყო, რაჯდენ კუპრაშვილმა თავის თავს დაუდგინა იმაზე მეტი უფლებამოსილება, რაც კანონში წერია. მაგალითად, ინსპექტირება, ყადაღა, ჩვენს წინააღმდეგ, აი ამ მთელი მექანიზმების გამოყენება და ეს არა მარტო დაუდგინა, უკვე ამოქმედა ეს მექანიზმები. აშკარაა ჩვენთვის, რომ ის ცალკეული უფლებამოსილებები, როგორიც არის მაგალითად ყადაღის გამოყენება, მოკვლევის დაწყება, ინსპექტირება, ასევე აქ საუბარია სხვა გარკვეულ ცნებებზე, მაგალითად აფილირებული პირის, დაკავშირებული პირის ცნება შემოაქვს ან კანონქვედებარე ნორმატიულ აქტს, რომელიც კანონში საერთოდ არ გვხვდება. მთელი რიგი ეს დებულებები მოკლედ არის აბსოლუტურად უკანონო, მას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი და ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და ვითხოვთ ბიუროს უფროსის ამ ბრძანების გაუქმებას სარჩელით და მოლოდინებზე რთულია რომ ვისაუბრო ამ სასამართლოს პირობებში. მე საზოგადოებას შევახსენებ იმას, რომ რაჟდენ კუპრაშვილის უწყებამ ორჯერ მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს მოთხოვნით, თუ რატომ არ რეგისტრირდებიან, ახსნა განმარტება გაეკეთებინათ, რატომ არ რეგისტრირდებიან ისინი ფარას კანონში, თუმცა აქ მესამე სექტორის ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პასუხი იყო მკაფიო. ისინი წლების განმავლობაში ქვეყანაში მუშაობენ დემოკრატიული პროცესების გასავითარებლად, იკვლევენ სხვადასხვა თემებს, როგორიც არის მაგალითად კორუფცია, შესაბამისად კანონს საწინააღმდეგოს არაფერს არ აკეთებენ, სწორედ ეს მოვისმინეთ დღეს ჩვენ მათი მხრიდან საგანგებო ბრიფინგზე. ისინი ეხმაურებიან ექსპერტთა საბჭოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, უბრალოდ განაცხადს სწორედ ქართული ოცნების მიერ დამტკიცებულ კანონთან დაკავშირებით და ასევე მიმართავენ თბილისის საქალაქოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება სწორედ რაჟდენ კუპრაშვილის ბრძანების გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამბობენ, რომ ამით კიდევ უფრო მეტი უფლებები ეძლევა ანტიკორუფციულ ბიუროს და ეს კანონი უკან უნდა წაიღოს ქართულმა ოცნებამ, ვინაიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომ გააჩუმოს და აღარ ისმოდეს დამოუკიდებელი ხმა ქვეყანაში.